გამარჯობა ჩემო პატარებო. ეხლა ძალიან სასაცილო და სასიამოვნო ამბავი უნდა მოგიყვეთ სპილოზე და სელაპზე. ფიქრობ ძალიან მოგეწონებათ. მოკალათდით ეხლა კარგად და მომისმინეთ. ეს პატარა სპილოა. სპილოს საათი აღვიძებს. ბომ იძახის საათი. სპილო საუზმობს და საბანაოდ მიდის. აუსთან კი მას სელაპი ელოდება. სპილო და სელაპი სრიალებენ. სელაპი სულ ასწრებს სპილოს. სპილო ჰკითხა სელაპს. ასე სწრაფად როგორ სრიალებ? სლიპინა ვარ და იმიტომ. მე კიდევ არ ვარ სლიპინა. შეწუხდა სპილო. სელაპს გაეცინა. შენ სამაგიეროდ ხორთუმი გაქვს და შადრევანს უშვებ. მე კი ეს არ შემიძლია. გამხიარულდა სპილო და მასაც გაეცინა. გახარებულმა სპილომ გამოუშვა შადრევანი ხორთუმიდან და გაწუწა მეგობარი. ორივე ძალიან მხიარულად იყო. მშვენიერი დღე გაატარეს. აი, ასეთი იყო სპილოს და სელაპის ერთი მხიარული დღე. მომავალ შეხვედრამდე.